გამარჯობა. დაგისვავს თუ არა შენ თავისთვის კითხვა თუ რა არის კერპსახურება და საერთოდ როგორ უყურებს ბიბლია კერპსახურებას. იმიტომ რომ ხანდახან ადამიანის წარმოდგენაში კერპსახურება ეს არც მეტი არც ნაკლები რიტუალური მხარეა მხოლოდ. რომელსაც შეიძლება მოყვეს ასეთი კითხვაც კი. ღმერთს რა შეაინტერესებს მე ვის ან რას ვეთაყვანები. მაგრამ ღმერთის ურთიერთობა ადამიანთან და თაყვანისცემის გამოხატულება ეს ბევრად მისტიური რამეა, ვიდრე უბრალოდ წარმოდგენა იმისა, თუ ღმერთს მაინც და მაინც ჩვენი თაყვანისცემა უნდა და სხვა შემთხვევაში ის დაგვრჩის და მისთვის წარმოუდგენელია, რომ მისი ქმნილება უბრალოდ ეთაყვანებოდეს თუნდაც ქმნილებას. და მეთანხმებით, რომ ღმერთი რო ასე უდგებოდეს საკითხს, უბრალოდ აბსურდი იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთი ჩათვლიდა, რომ ადამიანი ამ შემთხვევაში უგუნურად იქცევა და კერპსახურება, ასე ვთქვათ, ცრუ ღმერთის თაყვანისცემა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, უბრალოდ ადამიანი თავის თავს ავნებდა და მორჩა. მაგრამ ბიბლია ასე არ უდგება საკითხს. იმიტომ რომ დასაწყისშივე ბიბლია ადამიანის ურთიერთობას იწყებს ოჯახის ინსტიტუტიდან. გაიხსენეთ, რომ პირველ რიგში ღმერთმა ადამიანი როდესაც შექმნა, მან შექმნა ოჯახი. მან არ შექმნა, როგორც ვთქვათ, ასეთი ცალკე ინსტიტუცია, რომელსაც ეკლესია ეწოდება ან რაღაც. არა. მან ადამიანთან ურთიერთობა დაიწყო ოჯახის პრიზმიდან და უნდა გავიაზროთ ერთი რამ, რომ ღმერთი ჩვენ გვიყურებს, ანუ მის ეკლესიას უყურებს როგორც პატარძალს. როდესაც ეკლესია ურთიერთობს, ანუ თითოეული ჩვენთაგანი, ეკლესია ამ შემთხვევაში მე გულისხმობ არა იმას, რომ რაღაცა კონკრეტული ორგანიზაცია, არამედ ხალხი. ეკლესია, რომელიც ღმერთთან თაყვანისცემის ფორმით ურთიერთობს, ეს მეტად ინტიმური ურთიერთობა არის ღმერთთან. ღმერთი უდგება ეკლესიას როგორც პატარძალს. ამას არაერთი გზის აფიქსირებს წმინდა წერილი და ეხლა ამების კითხვას არ მოვუნდები. უბრალოდ ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ ღმერთი ზუსტად ეკლესიას როგორც პატარძალს ისე უყურებს. თუკი ისრაელი განუდგებოდა ღმერთს, ეს ისრაელისთვის ითვლებოდა მრუშობად და არაერთხელ ღმერთი ისრაელს ამხელს იმაში, რომ თქვენ მრუშობთო ჩემ წინაშე. მაგრამ მოდი ვნახოთ თვითონ ბიბლია როგორ უდგება ამ საკითხს და რას არქმევს ამას. ეს არის გამოსვლის 34 თავი, მე-15, მე-17 მუხლის ჩათვლით. არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლ თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ მსხვერპლს. და ნუ მოიყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეთათვის, რათა როდესაც იმეძავებენ მათი ასულნი თავიანთ ღმერთების კვალდაკვალ, შენმა ძებმაც არ იმეძავონ მათ ღმერთების კვალდაკვალ. ჩამოსხმულ ღმერთებს ნუ გაიკეთებ. წმინდა წერილი პირდაპირ არაურაზრუნად კერპსახურებას უტოლებს სულიერ მეძაობას. და მინდა ეს მომენტი დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია სულიერი მეძაობა ფიზიკურ მეძაობასთან. იმიტომ რომ ფიზიკური მეძაობის საწყისი ჯერ პირველ რიგში სულიერი მეძაობიდან იწყება. და თუკი ადამიანი ფიზიკურად მეძაობს, ეს უკვე სულიერის აქტია, რაც ჯერ სულში ჩაითესა, მერე განახორციელა. ამიტომ თავის თავად უკვე მოცემული მოვლენა არის სულიერი მეძაობა, რომელიც გადაიზრდება ფიზიკურ მეძაობაში. ამას ჩვენ კიდე გავუვლით. მაგრამ მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ღმერთი ეუბნება თავის ერს, რომ
ასულსაც ნუ შეირთავ. ანუ თქვენი ძეები ნუ შეირთავენ წარმართთა ასულებს, რადგან როცა ისინი იმეძავებენ, ვისთან იმეძავებენ? აქ არა აქ მოსეს ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენი ცოლები ფიზიკურად გიღალატებენ. არა, როცა იმეძავებენ უცხო ღმერთებთან. შესაბამისად, უცხო ღმერთებთან მეძაობა იწევს შემდგომში ფიზიკურ მეძაობასაც. მინდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, რომ როდესაც ადამიანი კერ მსახურებას აღასრულებს, პირველ რიგში ის მეძაობს სულიერ სამყაროში. ანუ როდესაც ადამიანი პირველ რიგში სულში იწყებს იმის განხორციელებას, რაც პოტენციაში მომავალში ელოდება. არ არსებობს მეძაობა როგორც ასეთი სულიერი მეძაობა, რომ საბოლოო ჯამში არ გარდაიქმნას ფიზიკურ მეძაობათაც. რატომ? იმიტომ რომ დასაწყისში ღმერთმა შექმნა მატერიალური სამყარო. მაგრამ მატერიალურ სამყარომდე ღმერთმა ჯერ სულიერი სამყარო შექმნა. და სულიერი სამყაროს შექმნა ეს არის პირველ პროცესი, ხოლო მატერიალური სამყაროს შექმნა მეორე პროცესი. როდესაც ღმერთი სულიერ სამყაროს ქმნის და იქ ქმნის ღმერთი თავის ანგელოზებს. და ეს ანგელოზები ზეცის, ასე ვთქვათ, მცხოვრებლები არიან. რა თქმა უნდა, პირველ წყარო არის სულიერი. ამიტომ ჯერ სულიერ სამყაროში მოხდა დაცემა და ეს სულიერ სამყაროს დაცემა, რაც ლუციფერს ემართება, შემდეგ გადმოდის უკვე მატერიალურ სამყაროზე. იმიტომ რომ სულიერის შემდეგ ღმერთმა მატერია შექმნა. და ასე უკავშირდება სულიერი მატერიას და მატერია სულიერს. შესაბამისად, ჯერ დაცემა ხდება სულიერ სამყაროში. ამიტომ, როდესაც ქრისტიანი იწყებს უცხო ობიექტების თაყვანისცემას, ის ღმერთის თვალში უკვე მეძაობს. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არის პატარძალი, რა თქმა უნდა, საეკლესიო სისავსით, მაგრამ ადამიანი არის პატარძალი ღმერთის. ადამიანი, როდესაც თაყვანისცემას გამოხატავს ღმერთთან, ის პირდაპირ ონტოლოგიურ კავშირს ამყარებს ღმერთთან და ეს ინტიმური კავშირის მსგავსია ოღონდ სულიერში. რა ემართება ისრაელის ძედ, როდესაც იღებენ გაფრთხილებას, მაგრამ ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან. და ჩვენ მაგალითად გვაქვს სოლომონის შედეგი. როდესაც სოლომონმა არ გაითვალისწინა ის რჯული და ის მცნება, რაც ღმერთმა დაუდო. ეს არის სოლომონის ისტორია, რომელიც მესამე მეფეთა მე-11 თავის პირველი მუხლიდან მე-10 მუხლის ჩათვლით. მეფე სოლომონს შეუყვარდა მრავალი უცხოელი ქალი, გარდა ფარაონის ასულისა, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდოელები და ხეთელები. იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელის ძეთათვის, ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისაკენ. მათ მიეწება სოლომონის სიყვარულით და ჰყავდა 700 ცოლი დედოფლად და 300 ხარჭა. და სიბერის ხანს მიიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისაკენ და ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის მამამისის გული. და დადიოდა სოლომონი ციდომელთა ღმერთის ყაშთორეთისა და ყამონელთა სიბილწის მილქომის კვალზე და ბოროტს აკეთებდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშ მოაბის სიბილწეს, მთაზე იერუსალიმის პირდაპირ და მოლოქს ყამონის ძეთა სიბილწეს
ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გულისათვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს წირავდნენ თავ-თავიანთ ღმერთებს. და განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას და უბრძანა არ დასდგომოდა უცხო ღმერთებს კვალს, მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. მინდა აქ ჩვენ კარგად გავიაზროთ, თუ ღმერთი როგორ აფრთხილებს ჯერ ისრაელს. და ნიშანდობლივია, რომ სოლომონი გამსჭვალულია უფლის სიბრძნით. მეტიც უფალმა ისეთი სიბრძნე მისცა მას, რომელიც მის შემდეგ და მანამდეც არავის ჰქონია. მაგრამ როგორ ვარდება სოლომონი ამ ცოდვაში? როდესაც სოლომონი იწყებს მეძაობას იმ უცხო ტომელებთან, რომელთაც არ უნდა გაჰკარებოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მკაფიოდ ხედავთ, თუ რაოდენ დამღუპველია და რაოდენ დამაკავშირებელია სულიერი და ფიზიკური მეძაობა ერთმანეთთან. იმიტომ რომ სულიერი მეძაობა შობს ფიზიკურს და ფიზიკური შობს სულიერს. ეს ორი ურთიერთკავშირშია. ამიტომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. შემთხვევით ხომ არ გაგვირბის თაყვანისცემა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ეს არ უნდა ხდებოდეს. იმიტომ რომ მანამდე სოლომონს მე-6 თავში, მე-12 მუხლში ღმერთი აფრთხილებს და ღმერთი თავისი წინასწარ განგებით ხედავს, რომ სოლომონის ელოდება კარზე დაცემა და სოლომონის კართან დაცემა ახლოა. რატომ? იმიტომ რომ მისი გული გულის თქმებით იყო სავსე და სოლომონი თავის თავს არ ამოწმებდა, თავის თავს არ აკონტროლებდა. არამედ მიიღო რა მან მადლი უფლისაგან, ის ავტომატურად თვლიდა, რომ მას არ შეიძლებოდა რამე შეშლოდა და რომ თითქოს მან ღმერთი უზურპირებულად აქცია, იმიტომ რომ ღმერთი ხომ ის მეშვეობით მოქმედებს. რამე ხომ არ გვახსენდება ჩვენ დღეს, მეგობრებო? თუ კი ჩვენი ქრისტიანობა არის ისეთი, რომ ჩვენ რაც მთავარია რაღაც რიტუალები ავასრულოთ, რაღაცა რიტუალები შევასრულოთ და მორჩა ჩვენ ხო ღმერთს თაყვანს ვცემთ, ჩვენ ხო მართლმადიდებლები ვართ, ჩვენ ხო არ შეიძლება ვცდებოდეთ, ჩვენ ხო არ შეიძლება კერპმსახურებაში გადავარდეთ, იმიტომ რომ ეს ხომ მართლსარწმუნოებაა. ამ ეგიდით რამდენი ქრისტიანი ტყუდება და რამდენი ქრისტიანი პირად ცხოვრებაში, როგორც მინიმუმ, გადადის იმ ზღვარს, სადაც არ უნდა გადადიოდეს. და იმაზე საშინელი არაფერია, როდესაც ღვთისმწყებული, ღვთის ადამიანი კარგავს თავის დანიშნულებას. და როდესაც ქრისტიანი კარგავს ქრისტიანობის დანიშნულებას, რომ მან უნდა თაყვანისცეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს. მაგრამ ეს ყველაფერი არ აკმარა სოლომონს, როცა სოლომონი ჯერ გაფრთხილებული იყო, ვიდრე ეს დაემართებოდა. მე-6 თავში მე-12 მუხლში წერია მე-11-დან და გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა. აჰა, აშენებ ამ სახლს, მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ და დაიცავ და გახვები ჩემს ბრძანებას, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს მამაშენს მუთხარი. დავამკვიდრებ ისრაელის ძეთა შორის და არასოდეს მივატოვებ ჩემს ერს ისრაელს. ღმერთი აფრთხილებს სოლომონს, რომ გაფრთხილდი და დაიცავი ჩემი სიტყვა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი სოლომონს უყურებს და ის ხედავს მისი გულის თქმის მიდრეკილებას. განათვითოული ჩვენგანში
არ ცხოვრობს სოლომონი, განათვითოულ ჩვენგანში არ არის მიდრეკილება კერპსახურებისაკენ. რატო ასეთი მიმზიდველი კერპსახურება? მინდა დავფიქრდეთ. იმიტომ რომ კერპსახურება არ მოითხოვს ცოცხალ ურთიერთობას. კერპსახურება არის გაწერილი მოქმედებები. კერპსახურება არის, როდესაც თუნდაც ეგრეთ წოდებული ღმერთის ეგიდით, თუნდაც თითქოს ღმერთს, ჭეშმარიტ ღმერთს, აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთს ეთაყვანები, მაგრამ ამ თაყვანისცემაში აყენებ რაღაც შუალედებს. თითქოს და ამ თაყვანისცემაში არის რაღაცა ის შუა ხიდი, რომელიც გაკავშირებს შენ მასთან. არამედ ასეთი დამოკიდებულება თითქოს შეიძლება ჩაითვალოს, რომ კი მარა რა პრობლემაა, მაინც ხო თაყვანისცემის ობიექტი ღმერთია. მაგრამ დავფიქრდეთ, ღმერთი არო, იმიტომ რომ თუ კი რაღაცა ობიექტი დგება ჩვენსა და ღმერთს შორის, ის არ შეიძლება ჩაითვალოს თაყვანისცემის ჭეშმარიტ ფორმად. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი აყენებს თავის თავში უკვე იმ ცრუ წარმოდგენას ღმერთზე, რაც ღმერთის სინამდვილეში არც არის. ამიტომ იყო სასტიკად აკრძალული და მთლიანად ბიბლია კრძალავს ნებისმიერი გამოსახულების თაყვანისცემას. ხოლო ეს გამოსახულების თაყვანისცემა და ცრუ ღმერთების თაყვანისცემა ზოგადად არც მეტი არც ნაკლები არის მრუშობა ღმერთთან. რატომ? იმიტომ რომ ეს არის სულიერი ღალატის აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხორციელში ვლინდება. ასევე მინდა მივაქციოთ ყურადღება სამსონის ისტორიას. რა აღთქმები მიიღო სამსონმა და ვინ იყო სამსონი? სამსონი იყო ნაზარეველი, უფლის რჩეული, რომელიც უნდა ყოფილიყო მსაჯული ისრაელის. მაგრამ სამსონსაც ერთი პრობლემა ახასიათებდა, როგორც სოლომონს. მას ძალიან დიდი ტოლვა ჰქონდა ქალებზე და განსაკუთრებით ეს ქალები იწვევდნენ დიდ ინტერესს თუ კი იყვნენ არა ებრაელი ქალები, ანუ წარმართები. და სამსონი მოწოდებიდანვე იყო ღვთის გამორჩეული. ეს არის მსაჯულთა მე-13 თავი და მინდა წავიკითხოთ მე-7 მუხლი. და მითხრა დაორსულდები და ვაჟს გააჩენ და არ დალიო ღვინო და თაფლუჭი და უწმინდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმინდარი იქნება ეს ყმა საშოდან მის სიკვდილამდე. ანუ უფლის განზრახვა სამსონზე არც მეტი არც ნაკლები იყო მოწოდება იმისა, რომ სამსონს უნდა განესაჯა სამართლიანად თავისი ერი. მსაჯულები არ იყვნენ ჩვენი გაგებით დღეს როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია უბრალოდ მოსამართლეები. არამედ მსაჯულები იყვნენ როგორც მოსამართლეები, ისე მეფეები. და ეს ასეთი მოდელი განპირობებული იყო მიმსგავსებული მოსეს მართვის მოდელთან. იმიტომ რომ ერთის მხრივ მოსე იყო წინასწარმეტყველი, ასევე მსაჯული, მაგრამ ამავე დროს იყო ისრაელის გამგებელი და მართველი. ამიტომ სამსონი იყო მოწოდებითად ნაზარეველი და ის დედის საშოდან იყო გამორჩეული. მაგრამ იმის გამო რომ სამსონი გამორჩეული იყო დედის საშოდან, ეს არ ნიშნავდა რომ მას ყველაფრის უფლება ჰქონდა. ეხლა ბევრი რო აღარ წავიკითხო, მე ვიტყვი რომ სამსონმა დააგვია ყველაფერი რაც უნდა გაეკეთებინა. რომ მას არ უნდა დაელია ღვინო, ანუ ალკოჰოლიანი ღვინო და თაფლუჭი. თაფლუჭი რა არის? თაფლუჭი ეს იყო ალკოჰოლური სასმელი, რომელიც თაფლისგან მზადდებოდა და უწმინდურს არ უნდა გაჰყარებოდა. სამსონი რას აკეთებს? სამსონს ძალიან უყვარს ღრეობა და განსაკუთრებით თავის მტრებთან, ფილისტიმელებთან. ასევე მისი გული მიდრეკილია ფილისტიმელ ქალების მიმართ და სამსონი მათთან მრუშობს. მაგრამ თითქოს და სამსონის გამოხატულება კერპსახურებისკენ არ ჩანს ასე, იმიტომ რომ სამსონი ფიზიკურად მეძაობს. მაგრამ რაში მდგომარეობს მისი კერპსახურება? აი ეს არის საინტერესო. მოდი წავიკითხოთ ჯერ მე-13 მე-14 მუხლი და გავყვეთ აზრს.
და უფლის ანგელოზმა უთხრა მან უახს, ანუ სამსონის მამას. ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს უთხარი, ანუ მის ცოლს და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო და თაფლუჭი არ დალიოს, უწმინდური არაფერი ჭამოს, ყველაფერი, რაც მას ვამცნე შეასრულოს. ანუ ჩვენ ხედავთ, ეს არის მკაფიო გამოხატულება და მკაფიო მოწოდება სამსონის, თუ როგორ უნდა განავითაროს მან თავისი ცხოვრება. მაგრამ სამსონი რას აკეთებს? სამსონი გაუყადრებს თავს, სამსონი შეირთავს ცოლად ფილისტიმელებს, რომელსაც დალილა ეწოდება და რაში მდგომარეობს მისი კერპსახურება? ღმერთმა მისცა ერთი საკრალური რამ. სამსონზე უფლის სული გადმოდის და მას ეძლევა ძალა. ერთგვარი ეს არის კატალიზატორი სამსონსა და უფლის სულ შორის. სამსონსა და ღმერთის სულ შორის. რითიც ღმერთი ურთიერთობს მასთან. და ეს იყო საიდუმლო. არავის არ უნდა სცოდნოდა, რომ მისი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ორგანო ამ შემთხვევაში იყო მისი თმა. არა ჩემსავით მოკლედ შეჭრილი. მას თმის კიდეც არ უნდა მოეჭრა, იმიტომ რომ მის თავზე, მის თმებზე გადმოდიოდა უფლის სული. და სამსონმა იმდენად აბუჩად აიგდო ეს ნიჭი, რომ მან გამოცანაში დადო ნიძლავი, რომ თუ ვინმე გამოიცნობდა მის საიდუმლოს, მისი ძალის საიდუმლოს და ფილისტიმელებს ეგ აინტერესებდათ. მაშინ ის გაამხელდა ამ საიდუმლოს და სამსონმა დაარღვია მაგალითად ერთ-ერთი მცნება ის, რომ მას გზაზე შემოხვდა ლომის ბოკვერი, მან ხელით განგმირა გახლიჩა ის პირიდან და წავიდა. და უკანა გზაზე რომ ბრუნდებოდა, ამ ლომის გვამში ფუტკრებმა სკა გაიკეთეს. და სამსონმა რა გააკეთა? გამოიღო და ამ გვამიდან, ამ ლეშიდან გამოიღო თაფლი და ჭამა. ის შეეხო უწმინდურს და ამავე დროს მიიღო თაფლი და მას აკრძალული ჰქონდა თაფლუჭის მიღება. თაფლუჭი ეს ასევე ალკოჰოლური სასმელი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა აქ მდგომარეობდა, რომ ის შეეხო უწმინდურს. ასევე ის ამ ეგრეთ წოდებულ სანაძლეოს დებს სუფრაზე ღრეობის დროს და სამსონი იღებს ღვინოს და სვავს ღვინოს. ანუ სამსონი არ ღვევს ყველაფერს, რაც ღმერთმა უთხრა, არ გააკეთო. ამის შემდეგ ბევრი რო აღარ გავწელო, სამსონი ვარდება ტყვეობაში, ის კარგავს ძალას და ის კარგავს თავის მოწოდებას. რა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან? ის რომ კერპმსახურება და მრუშობა ეს ურთიერთ კავშირშია და პირდაპირ გადაბმულია ეს ერთმანეთზე. ამიტომ ამ ორის ერთი მეორისგან განცალკევება უბრალოდ არ შეიძლება. ამიტომ რამდენად ჩვენ ხედავთ ჩვენს თავში სამსონს, რამდენად გადასულა ზღვარს ჩვენი თაყვანისცემა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემისგან. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც თითოეულ ჩვენგანმა უნდა ვუპასუხოთ. ამიტომ ბიბლია მრუშობას და კერპმსახურებას ერთი მეორესთან აკავშირებს, რადგან ეს პირდაპირ ერთმანეთთან კავშირშია. ამიტომ იერემიას მესამე თავის მერვე მეცხრე მუხლში ვკითხულობთ ასეთ რამეს. და დავინახე, რომ ყოველივე იმის გამო, რომ იმრუშა განდგომილმა ისრაელმა, გავუშვი იგი და მივეცი მას გაყრის წერილი, არ
შეეშინდა მის მოღალატე დას იუდას და წავიდა და ისიძვა მანაც და თავისი თავქარიანი სიძვით შებილწა მან ეს ქვეყანა და ვრუშობდა ის ქვასთან და ხესთან. ხედავთ, რომ იერემია ისრაელის განდგომას და ისრაელის გადასვლას კერპსახურებაზე, როდესაც ბაბილონში აითქვიფა ისრაელი, პირდაპირ მრუშობას და მეძაობას უწოდებს. ასევე ოსია წინასწარმეტყველი ამბობს: უჩივლეთ დედა თქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი. ჩამოიცილოს გარყვნილება პირის სახიდან და მრუშობა მკერდიდან. შეხედეთ, ღმერთი მიმართავს პირდაპირ ისრაელს. ოსია წინასწარმეტყველის პირით ღმერთი ელაპარაკება ისრაელს, რომ აღარა ხარ ჩემი ცოლი, მე გაგეყარე შენ. დააკვირდით, როგორ ინტიმურად აფასებს ღმერთი ისრაელის მდგომარეობას. და ისრაელი არ არის ეს მარტო უბრალოდ ერი, არამედ ისრაელის მემკვიდრე არის ეკლესია და ეკლესია და ისრაელი ეს ერთი და იგივეა და ეკლესიასაც შეიძლება დაემართოს ასეთი რამ და თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, კი მაგრამ ჩვენ თაყვანისცემა რამდენად სუფთაა და რამდენად სუფთაა თაყვანისცემის სარეცელი. ამიტომ ჩვენ მე-15 მუხლში ვკითხულობთ ასეთ რამეს. მას მოვკითხავ ბაყალთა დღეებს, როცა გუნდრუგს უკმევდა მათ და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა, როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა უფალმა. დააკვირდით, როგორი გულის ტკივილით ლაპარაკობს. უფალი, რომელიც ქმარია, რომელსაც ცოლმა უღალატა და როგორი გულის ტკივილით ამბობს, მაგრამ რაც საინტერესოა, რომ უფალი ხას არ უსმევს ისრაელს, არამედ აძლევს შანსს და ეუბნება, რომ გუნს მოეგე და დაბრუნდი ჩემთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ თავში ვეძებოთ, რომ ჩვენი თაყვანისცემა ხო არ ასცდა ღვთის თაყვანისცემას. ეს დღევანდელი გულიდან გულზე ჩემი საუბარი თქვენთან მიმართებაში არის ის, რომ ერთად გავიაზროთ თუ რა არის და როგორია ჩვენი თაყვანისცემა სინამდვილეში და უფალი ამ თაყვანისცემას როგორ უდგება და როგორ ღებულობს. გვა აქვს კი ჩვენ თაყვანისცემა უფალთან მართლა. თუ ჩვენი თაყვანისცემა გადავიდა კერპ სახურებამდე. ამიტომ ეს მარკერი თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენ თავში უნდა გავავლოთ და ამისი ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა გავაკეთოთ არის ბიბლია, ჩემო მეგობრებო. ამიტომ მინდა რომ თითოეული თქვენგანი თავის თავს ჩაუკვირდეს და დაიწყოს საკუთარი თავის გამოკვლევა ბიბლიის მეშვეობით. იმიტომ რომ ერთადერთი საზომი, რისი მეშვეობითაც ჩვენი თავის რენტგენზე გაყვანა შეგვიძლია, არის ღვთის სიტყვა, რომელიც არის ცოცხალი და მართალი. იმიტომ რომ პავლე მოციქული მეორე ტიმოთეს ეპისტოლეს 3:16 იძახის შემდეგს. მთელი წერილი ღვთის სულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად, სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ღვთის წერილი, მთელი ღვთის წერილი, ღვთის სულიერია. ამიტომ ადამიანის სული იწყებს კვებას და სიცოცხლეს მხოლოდ მისი სიტყვის მეშვეობით და აქედან იწყება ადამიანის მეტამორფოზა, ანუ გარდასახვა. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მინდა რომ თქვენ თვითონ გამოსცადოთ ეს და საკუთარი თავი გაატაროთ წმინდა წერილის შუქზე, თუ შემთხვევით ჩვენი თაყვანისცემა ხო არ აცდა. იმიტომ რომ
თუ კი აცდა პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდე დასასრული, იმიტომ რომ უფალი მოწყალე და მპატიებელია. სამსონსაც კი ბოლოს, როცა მან მოინანია, უფლისული მის სიკვდილის წინ მაინც გადმოვიდა და უფალმა ბოლოს არ მიატოვა, რადგან სამსონი შემოტრიალდა უფლისკენ. თუ კი თვლი ჩემო მეგობარო, რომ ამ ვიდეომ შენ რაღაცა მოგცა და შენთვის სასარგებლო იყო და გაგიჩნდა სურვილი, რომ თავად დაიწყო საკუთარი თავის რენტგენზე გატარება, მოხარული ვარ, რომ დაგეხმარა ეს ვიდეო ამისათვის. ასევე, თუ კი სურვილი გაგიჩნდა წაიკითხო ბიბლია და არ გაქვს ამის საშუალება და არ გაქვს ბიბლია, გთხოვ დააკომენტარო კომენტარში. მე არ მაქვს ბიბლია და აუცილებლად მოგაწვდით მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ თუ თვლით, რომ ეს სასარგებლო ვიდეო იყო და სასარგებლო კონტენტი იყო, გთხოვ გამოიწერე არხი და დაალაიქე, რათა უფრო მეტ ადამიანმა ნახოს, რადგან YouTube-ის ალგორითმი ასეა მოწყობილი, რაც მეტი ლაიქი და მეტი კომენტარია, მით მეტ ადამიანს უზიარებს ალგორითმი ამ ვიდეოს. ასე რომ დაეუფალმა გაკურთხოთ და ასეთი გულიდან გულამდე საუბარი კიდევ არაერთი გვექნება. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, უფალმა გაკურთხოთ.